ევროპის თაობა ზემ ახლახან წამოიწყო ინიციატივა, რათა შეაჩერონ მიგრაცია და ისლამისტური ხელში ჩაგდება. და დიახ, ახლა ეს ახალგაზრდების ხელშია, რადგან უფროსები უბრალოდ არაფერს აკეთებენ. ეს ძალიან ამაღელვებელია. შეხედეთ ამ ვიდეოს ერთი წამით. მისამეები იტალიიდან, ევა, ანუ მე თვითონ თელ დღე მუშაობდი ერთ დიდ პროექტზე, რომელსაც მალე საზოგადოებას წარუდგენთ. ეს არის დიდი ევროპული პროექტი, რომელიც ჩემი აზრით სამუდამოდ შეცვლის ევროპული პოლიტიკის ლანდშაფტს, თუ სწორად გავაკეთებთ ყველაფერს. ჯერ ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ თუ რეზუმის სამიძე მოხვალთ, იქ წარმოგიდგენთ ამ პროექტს. მესამე მაისს პორტოში თქვენ კომიტეტი, ევა, მე თვითონ, ბევრი სხვა პატრიოტი, ინფლუენსერი, პოლიტიკოსი, აქტივისტი. ვაპირებთ ვისაუბროთ რემიგრაციაზე, დიდ ჩანაცვლებაზე, მაგრამ რაც თავარია, როგორ შეგვიძლია საბოლოოდ გავაქტიურდეთ, რომ ეს შევაჩეროთ. ასე რომ არ გამოტოვოთ ეს შანსი. შეიძინეთ ერთ-ერთი ბოლო ბილეთი. მესამე მაისს პორტოში შევხვდებით ერთმანეთს რემიგრაციის სამით 26-ზე და იქ გამოვაცხადებთ შემდეგ დიდ პროტესტს. ამას ძალიან აღფრთოვანებული ვარ რამდენიმე მიზეზის გამო. ვინც არიცით, ევა ახლახან დიდ ბრიტანეთში შესვლა უკცალეს, რადგან ის ტომი რობინსონის პროტესტზე უნდა წასულიყო. ერთ-ერთ იმ ადამიანთაგანი, ვისაც კეირ სტარმერმა გადაწყვიტა, რომ დრო აეკძალოს და მოიშორონ. ეხლა ძალიან ბევრი მცდელობა იყო, რომ ევა გაეჩუმებინათ, მაგრამ ასევე რომ გაეჩუმებინათ ახალგაზრდები, რომლებიც ირგვლივ იყურებიან და თვალები ფართოდ აქვთ გახელილი, როგორც თქვენ pushback-ზე, რომლებიც აცნობიერებთ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ისინი ყველა შესაძლო გზით დასაჯეს, ანუ პირდაპირ აკრძალეს სხვა ქვეყნებში წასვლა, თუ ხმაურიანი აქტივისტი გახდები. ეს სრულიად სიგიჟეა. და ამიტომ ევა ამბობდა, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გავერთიანდებით, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ხედავს ამ პრობლემებს და უკვე ხელში ამოუვიდათ, რომ მთავრობა თითქოს არაფერს ამჩნევს. და ასე დაიწყო მან ეს საოცარი ინიციატივა, რაზეც პირადად ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რადგან ახლა ვიწყებ ფიქრს ღმერთო, შეიძლება მართლაც იყოს მომავალი ევროპისთვის, თუ ახალგაზრდები ერთად იმოქმედებენ. მოგესალმებით pushback-ში, მე ირაკეი ვარ, თქვენი წამყვანი. დაწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ლილაკს, რათა ამ ვიდეოს მხარდაჭერა გაუწიოთ, თუ ფიქრობთ, რომ საჭიროა წინააღმდეგობა. და შევახსენებ ჩვენს ამერიკელ და ავსტრალიელ მაყურებლებს, ეს მხოლოდ ევროპის პრობლემა არ არის. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. ისინი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ აფრიკა, ისინი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ აზია, ისინი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ამერიკა, ავსტრალია და ევროპა და ევროპაში უკვე დაიწყა ეს. და ევროპაში როგორც ჩანს ისინი წარმატებას აღწევენ. ასე რომ ეს იქნება გეგმა, თუ როგორ ვისწავლოთ წინააღმდეგობის გაწევა. მოდით ნახოთ რას გვაცნობებს ევა დღეს. ევროპელებო, 2 წუთი დარჩა შუა ღამემდე. ამ წუთას, როცა ამ ვიდეოს უყურებთ, ათასობით მიგრანტი ჩვენ საზღვრებში შემოდის. ჩვენ იმდენად ახლოს ვართ იმასთან, რომ ჩვენსავე ქვეყნებში შეუქცევადად და სამუდამოდ უმცირესობად ვიქცეთ. და არ მჭირდება აგიხსნათ, როგორი იქნება ეს. თქვენც იცით, მეც ვიცი, ყველამ ვიცით. ამაზე წლებია ვსაუბრობთ, მაგრამ ეხლა მოქმედების დროა. აი ეს არის ამ ყველაფრის ირონია. ყველამ ვიცით ეს, ყველა იცის. არაფრის თქმის უფლება არ გაქვს, არაფრის გაკეთების უფლება არ გაქვს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს უზარმაზარი პრობლემაა. ყოველი ადამიანი, თუნდაც მთავრობები გვაიძულებდნენ. ვითომ ასე არ არის? ყველამ ვიცით, რომ რაღაცა სერიოზულად უნდა შეიცვალოს. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პირველ პატრიოტულ ევროპულ მოქალაქეთა ინიციატივას, უსაფრთხო ევროპის აქტს. ეს არის ოფიციალური ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირმა შექმნა და პატრიოტებს აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს ჩაერთოს პოლიტიკის შექმნის პროცესში და თავისი ინტერესები დააყენოს ევროპის კომისიის დღის წესრიგში. და დღეს ჩვენ ზუსტად ამას გავაკეთებთ. უსაფრთხო ევროპის აქტით ჩვენ მოვიტყოთ ევროპის კომისიისგან, რომ პოზიცია დაიკავოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. ევროპის ხალხების ეთნო-ეთნოკულტურული უწყվածობის აღიარებით, როგორც გადარჩენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანის, ჩვენ მოვიტყოთ ევროპული კომისიისგან, რომ დააწესოს სრული და აბსოლუტური შეჩერება არადასავლური იმიგრაციისთვის, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური ფორმით. ისაც ბევრმა არ იცის, არის ის, რომ სწორედ ევროკავშირი აწვევა ამგვარი წესის დამკვიდრებას, რომ ევროპაში ყველას, ეს ზუსტად ასე არ არის, მაგრამ ყველას უნდა მიიღოს იმიგრანტები. თუ ევროკავშირის წევრი ხარ, ეს უბრალოდ კვოტას გავს. ზუსტად ისე, როგორც გადასახადები გაქვს იმისთვის, რომ იყო ამ დიდი ჯგუფის ევროპის კოალიციის ნაწილი. ერთ-ერთი მოთხოვნა და სწორედ ამის გამო დატოვა ბრიტანეთმა ირონიულად ევროკავშირი, არის ის, რომ უნდა მიიღო გარკვეული რაოდენობის იმიგრანტები. რასაც ის აქ ამბობს არის, არა, ჩვენ ამას შევცვლით. ამიერიდან აღარავინ შემოვა და მილიონები წავა. ჩვენ მოვითხოვთ ევროპის კავშირისგან, რომ შეწყვიტოს ყველა მიზიდულობის ფაქტორი, შეღავათები და შექმნას შეთანხმებული სისტემა ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის, რათა ყველა მიგრანტი, რომელიც საფრთხეს ან ტვირთს წარმოადგენს ჩვენ საზოგადოებისთვის, დაბრუნდეს უკან.
საინტერესო ის არის, რომ ბევრმა ადამიანმა ისევ არ იცის მიგრაციის შესახებ, რომ ვერ ხვდებიან რამდენი გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯება ამ ადამიანების მოვლაზე. ერთი რამაა, თუ ისინი უბრალოდ შემოვლენ და თქვენს ქალაქს გაანადგურებენ, ხო? მაგრამ თქვენ მუდმივად აქტიურად იხდით ამისთვის, მათი სასტუმროებისთვის, მათი ტრანსგენდერული ცვლილებებისთვის, ყველა იმ სხვადასხვა რამისთვის, რასაც მთავრობა მათ შეღავათების სახით აძლევს. თქვენ იხდით ამისთვის. იცით, როცა სახლში ბრუნდებით და ძლივს ახერხებთ ანგარიშების გადახდას, რადგან ამდენი ფული მთავრობას მიაქვს, სწორედ ამას აფინანსებს ეს ფული. თქვენი საზოგადოების განადგურებას, თქვენი შვილების განადგურებას, თქვენი ცოლების განადგურებას. ეს სიგიჟეა. ამის გასაკეთებლად თქვენი დახმარება გვჭირდება. თუ 1 მილიონ ხელმოწერას შევაგროვებთ, ვაიძულებთ ევროპულ კომისიას არა მხოლოდ შეგხვდეს, არამედ ევროპარლამენტში რემიგრაციაზე ისაუბროს. ახლა ჩვენ გულუბრყვილოები არ ვართ. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირს არ აინტერესებს ევროპის ხალხების მომავალი, მაგრამ ჩვენ ნებართვას არ თხოვთ. ჩვენ უბრალოდ მოქმედებთ და ევროპული ელიტისთვის პოლიტიკურ კრიზისს ვქმნით. იცით რა მომწონს ამაში? იმის ნაცვლად, რომ თქვენ მოიფიქრეთ ინიციატივა, რომელიც ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ რეალურად ვერ განვახორციელებთო, ისინი ამბობენ, არა, ჩვენ გვესმის, რომ ამის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ სწორედ ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რეალურად მოხდეს. ევროპელებს არ აინტერესებთ, უბრალოდ არ აინტერესებთ, რომ აინტერესებდეთ, ამას დიდი ხნის წინ შეაჩერებდნენ. ამიტომ, რასაც გავაკეთებთ, არის პოლიტიკური კრიზისის შექმნა და პოლიტიკურ კრიზისს შევქმნით რიცხვების ძალით, რაც ნიშნავს, რომ ყველა ერთად ვერთიანდებით ამის წინააღმდეგ. მემარჯვენე პარტიებს მივცენ საშუალებას შიგნიდან იბრძოლონ და რასაც ვცდილობთ არის გავერთიანდეთ და მილიონობით ევროპელი პატრიოტის ძალა მივმართოთ ინსტიტუტებისკენ და ზეწოლა მოვახდინოთ მათზე გარედან. 1 მილიონი ხელმოწერის ზღვარის გადალახვით ჩვენ ლეგიტიმაციას მივცემთ ჩვენს მოძრაობას და მათ ვაიძულებთ პოზიცია დაიკავონ. ისინი გინდათ რომ გაჩუმდეთ. ჩვენ გსურს რომ თქვენი ხმა გაისმას. ჩვენი გეგმის პირველი ნაბიჯი არის საწყისი ეტაპი. ჩვენ ვეძებთ 100,000 პირველ ხელმომწერს, ელჩს და ავანგარდს მთელი კამპანიისთვის, რათა დანარჩენი 900,000 პატრიოტი ხელმოწერაზე დავიყოლიოთ. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე ახლა ვაწერ ხელს, სწორედ ამ წამს. მე წავალ და მოვაწერ ხელს. და რათა ლეგიტიმაცია მივცეთ ჩვენს მოთხოვნას რემიგრაციის შესახებ. ნუ დაჯდებით და უყურებთ როგორ ნადგურდება ევროპა. მოითხოვეთ თქვენი ქვეყანა თქვენთვის და რაც მთავარია თქვენი შვილებისთვის. შეუერთდით 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ კამპანიას. მოაწერეთ ხელი ევროპის გადარჩენის აქტს და შემოუერთდით ჩვენს მოძრაობას. მიყვარს ეს. შეინახეთ saveeuropeact.com. ასე რომ თუ თქვენ ევროპელი ხართ და შეგიძლიათ ამის გაკეთება, აუცილებლად დარეგისტრირდით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად ულამაზესია ის და რამდენი ძალის ხმევა დაიხარჯა იმის დასაჯერებლად, რომ ასეთი ძველი ევროპული სილამაზე თითქოს არ არის მიმზიდველი, რაც სრულიად არასწორია. ის მართლაც განსაცვიფრებელია. მოდით ეს ვიდეოც ვნახოთ. მე ვარ პოლიტიკური კომენტატორი. მე ვარ 29 წლის ცოლი, დედა და რემიგრაციის აქტივისტი. მოდით ვისაუბროთ თქვენს ახალ პროექტზე. სცენაზე ცოტა მოგვიყავით ამის შესახებ, გთხოვთ აუდიტორიასაც მოუყვეთ, რა საკეთებთ, რა არის ახალი. კარგი, ასე რომ უსაფრთხო ევროპის აქტის იდეა გაჩნდა რეალურად იმედგაცრუებიდან. ევროპაში ყველაფერი ძალიან ნოპაში, ყველაფერი ძალიან ნელა მიმდინარეობს იმიგრაციის და განსაკუთრებით რემიგრაციის საკითხის საკითხებში. ცხადია, საზღვრები ჯერ კიდევ ღიაა და არავინ იგზავნება სახლში, მაგრამ სიტუაცია უარესდება. ჩვენ მალე უმცირესობაში ვიქნებით ჩვენს საკუთარ ქვეყნებში და უბრალოდ ვერ დაველოდებით პოლიტიკოსებს, რომ ისინი გადაარჩენენ ჩვენს სიცოცხლეს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ რაღაცა სახის ქვემოდან წამოსული მოძრაობა უნდა დავიწყოთ. საჭიროა ხალხი რაღაცის გარშემო გავაერთიანოთ. ამიტომ შევადგინე უსაფრთხო ევროპის აქტი, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს იურიდიულ წინადადებას, რომელსაც გაუგზავნით ევროპის კომისიას და მოვითხოვთ, რომ ის კანონად აქციონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია, რა თქმა უნდა, არადასალური იმიგრაციის სრული და სრული შეჩერება, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური და მთელი ევროპის მასშტაბით რემიგრაციის სისტემის შექმნა. იცით, ამ ხდება ყველაზე საინტერესო ამაში. თქვენ უყურებთ ამას და ფიქრობთ, როგორ აპირებენ ისინი ევროკავშირის დაყოლიებას ამაზე. ეს არის ის, რაც დემოკრატიაში დაგვავიწყდა ყველაფერი რიცხვებშია. დღის ბოლოს თუ უზარმაზარი დიდი ჯგუფი ადამიანებისა გადაწყვეტს პოლიტიკურ ზეწოლას მოახდინოს რამეზე, ეს შეიძლება წინ წავიდეს. ასე აიღეს ისლამისტებმა ევროპა ხელში. მათ ბევრი ადამიანი შემოიყვანეს და შემდეგ პოლიტიკური ზეწოლა მოახდინეს და ეს შეიძლება საპასუხოდაც გაკეთდეს, მაგრამ მათ მოახერხეს ისეთი შიში შექმნა, რომ რამე ითქვას, რომ ხმები უბრალოდ გაფანტულია და ერთად არ მოქმედებენ. რასაც ის ამბობს, არის ის, რომ არა, მოდით შევქმნათ პოლიტიკური ძალა. ეს არ არის პარტია ერთ ქალაქში, ეს არის ევროკავშირის წინააღმდეგ. და თუ ჩვენ მილიონებით შემოვალთ დემოკრატიის კანონების საფუძველზე, მათ მოგვიწევთ მოგვისმინონ. და თუ არ მოგვისმენენ, ისეთ აურზაურს ავწევთ, რომ ისინი ამ პოლიტიკურ კოშმარში დიდი ხნის განმავლობაში იცხოვრებენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გააჩენს ცნობიერებას და შექმნის მოძრაობას ახალგაზრდებში, რათა გაიგონ, არ ინერვიულოთ, უამრავი ადამიანია, ვინც ზუსტად ისე გრძნობს თავს, როგორც თქვენ. ასე რომ, წამოდექით, გაერთიანდით და არ შეგეშინდეთ.
კოჩაღევა, ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ვიმედოვნოთ, რომ გაამართლებს და მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისათვის.